მოგესალმებით შემოძვირფასებო და კარგებო. დღეს ტაროს გაშლით გავიგებთ, ვინ ცდილობს თქვენკენ ნაბიჯების გადმოდგმას და ვის აქვს სურვილი თქვენი გულისკენ გზის მოძებნის. თუ ეს თემა თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ტაროს გაშლები, რომელსაც მე გამოვაქვეყნებ ჩემს არხზე. და ახლა მოდი გავიგოთ, შემოძვირფასებო და კარგებო, ვინ ცდილობს თქვენთან ახლო მოსვლას და ვინ ეძებს გზებს თქვენამდე. აბა, დაიფიქრეთ თქვენი სახელი გვარი, დაბადების წელი, თველი წელი, პარტნიორის სახელი გვარი. არა, პარტნიორს არ ჩაიფიქრეთ. ჩვენ არ ვიცით ვიზე ვშლით. უკაცრავად გავედი მომსახურების ზონიდან, მოდი ვნახოთ თქვენ თავზე კონცენტრირდით მხოლოდ და მხოლოდ ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი და ორიენტირდით მხოლოდ საკუთარ თავზე და გავიგოთ ვინ ცდილობს თქვენთან ახლოს მოსვლას და ვინ ეძებს გზებს თქვენამდე მოსასვლელს. რა ამბავია? რაუბაკ. სიყვარულო ძალსაშენსაო არა. რეალურად აქ ჩვენ გვაქვს ფონად 7-იანი კვერთხები, რეალურად ანუ ეს არკანი გვიჩვენებს, ეს ბარათი გვიჩვენებს თავდაცვით პოზიციას, ადამიანი თითქოს მუდმივად საკუთარი თავის თავდაცვის მდგომარეობაში დგას, იცავს საკუთარ თავს, გრძნობებს და აი ასე თქვა თავის პოზიციებს, ხო? აი რაღაცნაირად ვიღაცა ჩაერიოს მის რაღაც პირადში, ან თუნდაც საზღვრები გადალახოს მასთან, ან რაღაც დაარღვიოს საზღვრები, ნუ არ ვიცი. იმდენად მკაფიოდ აქვს დაცული ეს საზღვრები მას საერთო ჯამში საკუთარი, რომ აი ვერ მიუახლოვდები. შეიძლება გქონდეს შთაბეჭდილება, რომ აი ეგონოს ამ პიროვნებას, რომ გარემო მის საწინააღმდეგოდ არის განწყობილი და რომ სხვების ჩარევას თავის ცხოვრებაში უნდა ასე თქვათ გაუძლოს და სხვათა შორის ამარკანების მიხედვით ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი პიროვნება გარე იქნება ეს ფაქტორებიდან გამომდინარე, იქნება სხვა ხალხი თუ შინაური, ყველა ასე თქვათ ერევა მის პირად ცხოვრებასა და ну, საერთოდ მის ცხოვრებაში. ანუ რეალურად ეს ნიშნავს, რომ მის გარშემო არის დაძაბულობა, კონკურენცია, სხვა ადამიანების ჩარევა, რის გამოც მას საკუთარ თავზე თავდაცვის პოზიცია აქვს გამაგრებული, ანუ სულ თავდაცვის პოზიციაშია. ეს ფონი, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმას, რომ ურთიერთობაში ჩვეულებრივად თქვენ შორის იყო ბევრი არეულობა, დაპირისპირებაც მათ შორის და ახლა რაღაცაც, ასე ვთქვათ, პიროვნება ახლა ამის სურვილი გააჩნია, რომ გადალახოს ეს ყველაფერი, რაც თქვენთან ერთად გამოიარა წინააღმდეგობრივი. პენტაკლების მეფე მინდა რომ ავხსნა, რატო ახლა ამას ავხსნი, როგორც მის არქეტიპს, ტიპაჟს, რომელზეც გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ უბრალოდ ამ გაშლაში მოქმედებების და ასე ვთქვათ, გრძნობების თემაში სხვანაირად ავხსნი, უბრალოდ მე მინდა ვთქვა პენტაკლების მეფე. ეს არის მისი არკანი. პენტაკლების მეფე ზოგადად არის პიროვნება, სტაბილური, მატერიალურ სამყაროზე ორიენტირებული, მამაკაცი, ტიპაჟი, პრაქტიკული, მიწიერი, ფინანსურად ძლიერი, ან ესე ვთქვათ, მინიმუმ ფინანსური სტაბილურობისკენ სწრაფვადი, ხო? ისწრაფვის. უყვარს ეს, კარგად ცხოვრება უყვარს პიროვნებას. მისთვის მნიშვნელოვანია კარიერა, სტატუსი, სოციალური პოზიცია. ის აქედან მოდის სხვათა შორის ეს პრობლემები თქვენ შორის ზუსტადაც ხო მნიშვნელოვანი როა კარიერა, სტატუსი, სოციალური პოზიცია, მასე ვინ რა სიტყვის, ბიძა რა სიტყვის, პაპა რა სიტყვის, მეზობელი რა სიტყვის, ჯემალი რა სიტყვის, დარეჯანი რა სიტყვის და ესე მოკლედ შესწირა ამ პიროვნებამ აი ამ გაშლის და მიხედვით თავისი პირადი ცხოვრება ამ ყველაფერს, ხო? ეხლა ესეთ რამეს ვიტყვი. შეიძლება ეს პიროვნება პროფესიის მხრივ იყოს ხელმძღვანელი, მენეჯერი, ბიზნესთან ან ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებული პიროვნება. ამის ენერგეტიკა არის როგორი, ხო, ადამიანი, ვინც სერიოზულობას, ანგარიშგას აწევს, ძალას და პასუხისმგებლობას ასხივებს. ნუ გარედან ესეთი ტიპაჟი პიროვნების. ახლა მოდი დავიწყოთ პირველი ხაზის გარჩევა, ეს არის პენტაკლების ტუზი, 7-იანი თასები, 8-იანი ხმლები და 10-იანი ხმლები. აქ ჩანს, რომ მას თავიდან
ურთიერთობას მასთან, ასე ვთქვათ, რეალური საფუძველი არ ქონდა და ილუზიებზე იყო აღგებული თქვენ შორის ურთიერთობა შვიდიანი თასებიდან გამომდინარე. შემდეგ ურთიერთობა გაჩერდა და ერთ ადგილზე გაიჭედაო, რო იტყვიან, ხო, ჩაიჭედა, ხო, რვიანი ხმლებიდან გამომდინარე და საბოლოოდ რაღაც ეტაპი დასრულდა მტკივნეულად თქვენ შორის 10-იანი ხმლებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე მაინც რჩება ახალი შესაძლებლობის სურვილი. ეს არის ჩვენი პირველი არკანი, პენტაკლების ტუზი. თითქოს ისევ თავიდან დაწყების შანსი ამ ურთიერთობაში მისი მხრიდან არის სურვილი, რომ ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ყველაფერი კი არა, თავიდან დაიწყოს თქვენი ურთიერთობა ახლებურად. აი ეს ყველაფერი რაც ახლა მე გავშიფრე, ხო, მიგვითითებს იმაზე, რომ ურთიერთობა დასრულებულია, არეულობებით დასრულდა და გარეშე პირების ჩარევებით, მოკლედ, მაგრამ აი პიროვნებაში ამ ადამიანში დარჩა შეგრძნება, როგორ იცით, აი შანსი არ უნდა გამეშვაო რა, რო იტყვის რა, ესეთი შეგრძნება დარჩა ამ პიროვნებას რა, რომ აი არ უნდა გაეშვა ეს შანსი, რაც თქვენთან უფალ მამას არ გუნა, მაგრამ რას ვიზავთ ვერ გამოიყენა პიროვნება. მეორე ხაზი არის ზვიანი პენტაკლები, კვერთხების პაჟი და ჩამოკიდებული კაცი. აქ ჩანს მისი სამუშაო გარემო, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ადამიანი შრომის მოყარია, მუდმივად სწავლობს, ვითარდება რვიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, შეიძლება მუშაობდეს ფინანსურ, ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ სფეროში, ან თუნდაც იყოს უფროსი რომელიმე სტრუქტურაში, არც ამას არ გამორიცხავ და თავის საქმე იცოდეს ასე თუ ისე კარგად მეტნაკლებად. მისთვის პროფესიული განვითარება ამ არკანებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. აი ადამიანის გვერდით რეალურად თქვენ ჩდებით, ხო? თითქოს ერთ სივრცეში გიწევდათ, ან დღემდე გიწევთ მუშაობა და საქმიანი გზით ხართ დაკავშირებული ერთმანეთთან. ანუ თქვენ გაქვთ, ან გქონდათ, ან გაქვთ, მოდი ესე ვიტყვი, დღემდე შესაძლოა ეს ყველაფერი იყოს საერთო სივრცე, სადაც იკვეთებით, ხო? სამსახური იქნება ეს საქმე თუ საქმიანობა, ნუ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ერთ სივრცეში გიწევთ ყოფნა. ჩამოკიდებული კაცი მესამე არკანი რეალურად გვიჩვენებს, რომ მისი გრძნობები და მოქმედებები დიდი ხანია თქვენთან მართებაში იყო შეჩერებული. თითქოს თვითონაც თავს იკავებდა სიტუაციას გარედან უყურებდა, აკვირდებოდა და ვერც ერთმა, ვერც თქვენ და ვერც მან როდის მოგიხდით, მეგონა ვიწერდი ვიდეოს და თურმე გაჩერდა და კიდევ კარგი რომ არკანები აწყვია და არაფერი არ დააკდა, გავაგრძელებ. საიდანაც გაწყდა ვიდეო იქიდან, ეს იყო ეს მომენტი, რომ ვერც ერთმა თქვენთაგანმა ვერ გადადგით ერთმანეთისკენ ნაბიჯები. იმიტომ სიტუაციას ეს პიროვნება ესე იგი აკვირდებოდა შორიდან, გარედან უყურებდა, მოქმედებები მისი შეჩერებული იყო, ჩამოკიდებული კაციდან გამომდინარე და ასე ვთქვათ, თავსაც იკავებდა ნაბიჯის გადადგმისგან და ასევე თქვენც მისგან გამომდინარე ვერ გადადგით მისკენ ნაბიჯი. მესამე ხაზი ორიანი თასები და ექვსიანი თასები პირდაპირ მინიშნება კარმული კავშირის თაობაზე. ეს არის ბირთვი, თქვენი კავშირი არის კარმული. წერტილი ძახილის ნიშნით, როგორც ასეთი, ხო? ურთიერთობა არ არის უბრალო, თქვენ ორივეს გაქვთ ესე ვთქვათ წარსულის კავშირი, შეიძლება წარსულ ცხოვრებაშიც კი გქონდათ ურთიერთობა, ან რეალური მოგონებები გაკავშირებდათ ერთმანეთთან, ხო? ანუ ურთიერთობა არის კარმული, შეგრძნებების დონეზე ორივე ძალიან კარგად ხვდებით, რომ ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ რაღაც სხვა ემოციები და გრძნობებით და თითქოს ორივეს გგონიათ, რომ დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ, ხომ? თუ 100-ია, კი არა და თუ 100 არ არის, ნუ 100 არის ყველა ვარიანტში, მაგრამ შესაძლოა ბავშვობიდანაც იცნობდეთ ერთმანეთს, თუმცა მიუხედავად იმისა, ბავშვობიდან მოდის ეს კავშირი თუ შეგრძნებების დონეზე გონიათ, თუ დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ, ყველა ვარიანტში ეს ურთიერთობა არის კარმული, ამას ვერსად ვერ გავიქცევით. ორიანი თასები გვიჩვენებს, რომ ეს პიროვნება ისევ პარტნიორობაზე ფიქრობს. ასევე აღნიშნავს მის სურვილს, რომ ისევ აღდგეს ურთიერთობა თქვენ ორ შორის და ასევე ექვსიანი თასები ხას უსვამს იმაზე, რომ ეს არის დაბრუნება ძველ ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა იყო დასრულდა და ისევ რაღაცნაირად აღდგენის საკითხის ქვეშ იმყოფება და განიხილება. ისევ აღნიშნავს, რომ ეს არის ექვსიანი თასები ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის უბრალო შეხვედრა, ეს კავშირი ღრმა წარსულიდან მოდის. ეს არის წარსული ცხოვრებიდან წამოსული ურთიერთობა. მეოთხე არკანი, მეოთხე ხაზზე მყოფი არკანი, რომელიც მე წღან გავშიფრე, როგორც ტიპაჟი პიროვნების, ახლა უნდა
გავშიფრო როგორც გზნობების და მოქმედებების ასპექტში, ხო? ანუ არკანი თითქოს ხას უსვამს რას, ხო? მე ყველა აი ამ ბარათის ფონზე რომ სტაბილური ასპიროვნება, მატერიალური ტიპია და ვინც ახლა აცნობიერებს, ხო? მინდა დაუბრუნდე და აღვადგინო ის, რაც დავკარგე. თქვენზეა საუბარი. ან რას ვიტყოდი, ხო? პიროვნება პენტაკლების მეფის ტიპაჟი არის მიწიერი, პრაქტიკული, სამსახურში მეტნაკლებად წარმატებული კაცი, ვინც სერიოზულად ეკიდება მატერიას და სტაბილურობას, დიდი ალბათობით ის და თქვენ სამსახურში ან საქმიანი გარემოთი იყავით დაკავშირებული, ან დღემდე ხართ დაკავშირებული, თქვენს ურთიერთობაში ადრე იყო არეულობა, დღემდე გრძელდება, ჩახლართულობა დღემდე არის და ბევრი ასე ვთქვათ, ბევრი ჩაერია ამ ურთიერთობაში. რაც თქვენს ურთიერთობას ასუსტებდა. ახლა კი რეალურად პიროვნებაში შემოდის გაცნობიერების ის მომენტი, რომ ეს კავშირი კარმულია და თქვენ მისთვის ღრმად მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ, ხო? მისი სურვილია დაბრუნდეს თქვენთან ურთიერთობა აღადგინოს და უკვე უფრო, ესე ვთქვათ, სერიოზული და პასუხისმგებლობებით სავსე ნაბიჯები გადმოდგას თქვენთან მიმართებაში. სულ ეს იყო ჩემო ძვირფასებო თემა გაიშალა, მივიღეთ ასეთი კარგი სხვათა შორის ახსნა, იმიტომ რომ რაღაც ჩემი თემებიც გამოიკვეთა ამ გაშლაში და ვფიქრობ, რომ შვენიერი გაშლა გამოვიდა ამ თემასთან მიმართებაში, თუ ვინ ცდილობს თქვენთან ახლოს მოსვლას და ვინ ეძებს გზებს თქვენამდე. სულ ეს იყო ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.